სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს მარაბდის ბრძოლის ძველზე სამშობლოსათვის აღსრულებულ ვაჟკაცებს და მათ შორის 9 ძმა ხერხეულიძეს, დედასთან, დასთან ერთად 9000 მარაბდელს და არის 400 წლის თავი წელს, 1625 წელს იყო ეს ბრძოლა თქვენ იცით და საერთოდ უნდა ითქვას, რომ მე-17 საუკუნე ძალიან ესე იგი მდიდარია მოწამეებით და სამშობლოსათვის, მეფისათვის, თუ ქრისტესათვის თავდადებული ადამიანებით და ეს სამი იმიტომ ჩამოთვალე, რომ საერთოდ იმ დღიდან, რაც საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა, ქართველი კაცისათვის, მეფისათვის სიკვდილი, ღვთივკურთხეული მეფისთვის სიკვდილი, სამშობლოსთვის სიკვდილი და ქრისტესთვის სიკვდილი ეს მოწამეობა იყო. არის შემთხვევები, მაგალითად იოთამ ზედგენიძე, როდესაც ის მეფისთვის, ღვთივკურთხეული მეფისათვის და იგივე სამშობლოსთვის კაცმა რო თქვას სამშობლოს სიყვარულის გამო, რომ მეფე იყო გარანტი მშვიდობისა და ამიტომაც მეფისათვის ეს გმირობა და ეს მოწამეობრივი აღსასრული მიიღო. იგივე ის მარაბდელი მებრძოლები, იგივე 9 ძმა ხერხეულიძე და სხვა მრავალი კიდე ამ ბრძოლაში და ქრისტესათვის აღსრულებული იგივე წმინდა ქეთევან დედოფალი, იგივე თეოდორე კვერთელი, რომელმაც თავისი ღვაწლით და მოწამეობით თავის სამშობლო გადაარჩინა, ესე იგი და მეფემ მოასწრო, ჯარი შეეკრიბა და დახვედროდა მტერს ისე როგორც საჭირო იყო და ამიტომაც ქართველი კაცის სულისკვეთება ეს იყო, რომ სადაც თავი ჩათვალა საჭიროდ უფრო მეტად, იქ გამოადგა სამშობლოს. და დღესაც ბრძოლა, ესე იგი დღეს შეიძლება ესე מחვილით და ხმლით არ არის, მაგრამ დღესაც ბრძოლა და შეიძლება არანაკლები ბრძოლა. და დღეს როგორი კაცი ჩაითვლება სამშობლოს ერთგულად, ამაზე უნდა ვიფიქროთ. სად უჭირს ჩვენს სამშობლოს. და დღეს ყველაზე მეტად მაინც შემოტევა არის ზნეობრივი, ვიდრე ხორციელი. ხორციელი თავისთავად ცხადია, ამ ხელა ტერიტორიები დაკარგულია, ყველა მხარეს დაკარგული გვაქვს ტერიტორიები. იქით ჰერეთი, იქით ლორეტაშირი, აქეთ სამაჩაბლო, აფხაზეთი, ტაო-კლარჯეთი, ყველა მხრიდან რაღაც გვაქვს დაკარგული და რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია, ხორციელიც არის ეს ბრძოლა, მაგრამ სულიერი უფრო მეტია დღეს და დღეს სამშობლოს ერთგული იქნება ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს მოაწესრიგებს, ესე იგი, და ღვთისკენ მიმავალ გზაზე დააყენებს, სიწმინდით იცხოვრებს თავადაც და ეცდება, რომ ოჯახში სიწმინდე იყოს, ოჯახში სიმტკიცე იყოს, იმიტომ რომ თითოეული ოჯახი არის დიდი სიმდიდრე ჩვენი ქვეყნისათვის. თითოეული მოწესრიგებული, ღვთის მოშიში, ზნეობრივად გამართული, ქრისტიანული წესით მაცხოვრებელი ოჯახი, ეს დიდი სიმდიდრეა, დიდი შვება არის ჩვენი ქვეყნისათვის. დიდი ნუგეშია, დიდი მაგალითია სხვებისათვის და დიდი გმირობაა. როგორც იოსებ ნონეშვილი რომ ამბობს, ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი. წუთისოფერს კაცად შერჩე ბოლომდე, ესეც თურმე გმირობაა დიდი. ესე კაცად უნდა შერჩე ბოლომდე და ელია ჭავჭავაძე რომ სვამს კითხვას, რომ კაცია ადამიანიო. კი, არავის არაფერი დაუშავა ლუარსაბ თათქარიძემ, მაგრამ რომც არავის არაფერი არგო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ არის ესე იგი საკმარის, რომ არავის არაფერი დაუშავა. დავით მეფსალმუნე როგორ ამბობს, მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი. კი ბატონო,
აი ლუარსაბ თათქარიძეს ეს განეკუთვნება ეს სიტყვა მოიქეც ბოროტისაგან რომ დაანებეს ბოროტის კეთებას თავი კი ბატონო არ არავის არაფერი დაუშავებია მაგრამ იქ კი არ ჩერდება უფლის სიტყვა არამედ გრძელდება და ხმენ კეთილი მოიქეც ბოროტისაგან და ხმენ კეთილი ანუ დაანებე იმის ქმნას თავი რასაც აკეთებ ღვთის რჯულის საწინააღმდეგოდ დაანებე იმ ყველაფერს უზნეობას უწმინდურობას თუ რაღაცა უსამართლობას თუ სიყვარულობას დაანებე თავიდან მერე ხმენ კეთილი და მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას ეს ამბობს დავით მესალმე მოიქეც ბოროტისაგან და ხმენ კეთილი მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას და ადამიანი სწორედ აი ამ მშვიდობას უნდა ესწრაფდეს მშვიდობას უპირველეს ყოვლისა ღმერთთან მშვიდობა სინდისთან საკუთარ სინდისთან მშვიდობა იგივე ღმერთთან მშვიდობა სინდისთან მშვიდობა ვერ იქნება მაშინ როდესაც ვცოდავთ მაგრამ თუ ვცოდავთ და ვნანობთ და თავს არ ვიმართლებთ არ ვამართლებთ ჩვენს მცოდელობას ამა თუ იმ გარემოებით აქაც მშვიდობაა იმიტომ რომ მონანული ადამიანი უყვარს ღმერთს მონანულ ადამიანს წამოაყენებს ღმერთი და იქაც მშვიდობა იქნება მშვიდობას უნდა ვესწრაფდეთ ადამიანთან ესე იგი ადამიანთან მშვიდობას უნდა ვესწრაფდეთ რომ იყოს ოჯახში მშვიდობა იყოს სამეზობლოში ჩვენი ფარგლები რაცაა რაც შეგვიძლია ჩვენ რომ ესე იგი ჩვენ მშვიდობას ვერ დავამყარებთ სადღაც აი რომელიღაცა აფრიკული ქვეყნიდან ვერ დაიწყებს მშვიდობას ვერც იქ სამხრეთ ამერიკიდან თუ ავსტრალიიდან მშვიდობა შენი თავიდან უნდა დაიწყოს შენში თუ არ არის ადამიანში მშვიდობა თუ არ არის შენს გარშემო მშვიდობა რანაირად იქნება სულაც რომ მშვიდობა იყოს შიგნით ომია და შენ პირიქით უფრო შფოთს შემოიტან იმ ერთობაში ვიდრე მშვიდობას ამიტომ აი როგორ ამბობს ძელი აღქმის სიბრძნე რომ სულგრძელიო მამაცის ჯობია სულგრძელი და საკუთარი თავის მომრევი ქალაქის ამღებს შეიძლება ქალაქი დაიპყრო მაგრამ შიგნით შენ მშვიდობა არ გქონდეს და საკუთარი თავის მომრევი ვინც იმარჯვებს საკუთარ ნებებზე ეს უფრო დიდია ვიდრე ის ვინაც შეიძლება მთელი ქვეყანა დაიპყროს იმიტომ რომ ეს ბრძოლა გაცილებით რთულია იმიტომ ეს ბრძოლა თავგანწირვას მოითხოვს არ არის ის ბრძოლაც ადვილი ახლა ვიღაცამ ქალაქი აიღოს არ არის ადვილი ნამდვილად მაგრამ ეს სიბრძნე იმას ამბობს რომ ის ხომ რთულია მაგრამ ეს კიდევ უფრო რთულია ამიტომაც აი ჩვენ ვესწრაფდეთ ამასთან უფალი როგორ ამბობს დავით მეფსალმონის პირით რომ უფალმან ძალი ერთსა თვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით მშვიდობას ადამიანი თვითონ კი ვერ მოიპოვებს მშვიდობა ღვთისგან არის მშვიდობას ღმერთი აძლევს ადამიანს და ვის აძლევს ღმერთი ეს სწორედ ამ კითხვას პასუხობს მეფე დავითი რომ ვინც არის ღვთის ერი უფალმან ძალი ერთსა თვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით ჩვენ ქრისტესი მაშინ ვართ როდესაც ქრისტეს რჯულის მიხედვით ცხოვრობთ და არა თვითნებურად არა საკუთარი მოსაზრებებით იმიტომ რომ საკუთარ ჭკუაზე სიარული პრინციპში ეშმაკის ჭკუაზე სიარული ან დადის ადამიანი ღვთის მცნებისამებრ და ან ეშმაკის ნებისამებრ დადის და ჩვენ თუ გვინდა რომ მშვიდობა გქონდეს და თუ ღმერთი ინებებს რომ ჩვენ მშვიდობა გქონდეს ვერანაირი გარე ფაქტორი ამას ხელს ვერ შეუშლის აი როგორ ამბობს წმინდა მამა აბა დოროთე თუ ადამიანიო მშვიდობის ღირსიაო ღმერთი სარკინოზის გულსაც მოდრექსო ანუ ჩავარდი ტყვედ ჩავარდი სარკინოზებთან ჯალათებთან ხარ შენ თუ მშვიდობის ღირსი ხარ და ამის მაგალითები უამრავია აი მაგალითისთვის ბიბლიური იოსები ხან ძმებმა ჭაში ჩააგდეს, ხან გაყიდეს, ხან საპყრობილეში აღმოჩნდა, ხან სადღაც ყვილად დააბრალეს. მაგრამ კაცი მშვიდობის ღირსი იყო, იმიტომ რომ თავგანწირვით იბრძოდა, რომ სიწმინდე შეენარჩუნებინა და ამის საწოლი დაუდგა მას ეგვიპტეში. პეტეფრეს სახში, როდესაც იყო და ის ქალი რაღაცებს აბრალებდა. დაუდგა ეს საწოლი, რომ შეეწოდა, მაგრამ არ დადგა ამ გზაზე.
და ის იყო ღირსი მშვიდობის, ამიტომ სადაც მოხდა, ყველგან მშვიდობა ჰქონდა. საპყრობილეში მოხდა, იქაც მშვიდობა ჰქონდა. ჭაში ჩააგდეს მოსაკლავად, იქაც ღმერთმა დაიხსნა და დაიფარა. და თუ ადამიანი მშვიდობის ღირსია, ღმერთის არ კი ნოზის გულსაც მოდრექს. მაგრამ თუ მშვიდობის ღირსი არ არისო, ეს წმინდა მამა ამბობს, გარშემო სამოთხეც რომ შეიქმნასო, მოიწყოსო, მშვიდობა არ ექნება. ამიტომ იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რა ნივთი გვექნება თუ რა მოვლენები ხდება ჩვენს გარშემო. არამედ მშვიდობა იმაზეა დამოკიდებული შიგნით ჩვენს და ჩვენს სინდის შორის რა დამოკიდებულებაა. აი მანდ წყდება მშვიდობა ექნება ადამიანს თუ არა. მაგის გარდა არცაც სხვაგან. ჩვენი და ღმერთის დამოკიდებულება არის ის საფუძველი, რითიც ადამიანს ან ექნება მშვიდობა და ან არ ექნება. ან ვიქნებით ჩვენ ღვთის ერი და ან არ ვიქნებით. და ახლა თქვენ შეხედეთ, იმისათვის რომ ადამიანს თავის სინდისთან მშვიდობა ჰქონოდა, აი მოწამეობრივ სიკვდილზე მიდიოდა, ადამიანის გადასარჩენად მიდიოდა. იმიტომ რომ ხო შეჭამს ადამიანს სინდისი, როდესაც შენ შეგიძლია რომ სადღაც გაისარჯო და ვიღაცას შეეშველო და შენ ამას არ გააკეთე. აი 100,000 მოწამე ხიდზე რომ გადასულიყო, განამთელი ცხოვრება, სანაპირში სული ექნებოდა, სინდისი არ შეჭამდა. შეჭამდა. აი მამა პაისი რომ ამბობს, ესე იგი, ასეთ რაღაცას ყვება. ბრძოლის დროს ის ხო თავის დროზე სამხედროც იყო და ომშიც მოუწია ყოფნა და სანამ წავიდოდა ღვთისმშობელს ევედრებოდა რომ უწინ მე მოკვდეო ვიდრე ჩემი ხელით ვინმე მოკვდესო, მას ბერობა უნდა და რაღაცნაირად არ უნდოდა რომ ვიღაცა მოკვდარიყო ამის ხელით და რას ამბობს რომ იქ ამოვთხარე ორმოვდა ჩავედიო სანგარი გათხარე როგორც ჩანს და მე მეორეც მოვიდა როდესაც ისროდნენ ტყეებს და ესეც ჩამოვიდაო და მე მესამეც მოვიდა და ეს მესამე ვეღარ ეტეოდაო და მე ამოვიდიო და ეს ჩაუშვი. იმიტომ რომ და მოხდა რაღაცა ქუდში მოხდა ეს ტყია და გადარჩა თვითონ და მე რომ იქ ესე იგი არ ჩამეშვა და ის მომკვდარიყო, მე სინდისი მე მომკლავდა რომ შემეძლო გადამერჩინა და არ გადავარჩინა. აი სინდისთან ესე იგი სიფრთხილის გამო ადამიანები აი ამაზე მიდიოდნენ. ხოლო იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია რომ კაც მშვიდობა ჰქონდეს. ღმერთმა მოგვანიჭოს მშვიდობა ღმერთთანაც, სინდისთანაც, ადამიანებთან და ღმერთმა მოგვანიჭოს აი წმინდა მარაბდის ბრძოლაში აღსრულებულ მებრძოლთა მეოხებით, რომ მათნაირი თავგანწირვა ჰქონდეს იმ საქმეში, რაც დღეს ჩვენს მიერ არის საკეთებელი. ზოგისა ეს საქმეა, ზოგისა ის საქმე, მაგრამ ყველაფერი ერთად უნდა იმსახურებოდეს ღვთის დიდებას და იმსახურებოდეს სამშობლოს კეთილდღეობას და ადამიანის სულის გადასჩენას. აი არის ყველაზე მთავარი. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამოვიდეს.